ყველა საინტერესებს მამუკა მდინარაძემ იჩქარა, თუ უბრალოდ ჩანსი კიდევ ერთხელ გამოიყენა იმისთვის, რომ ამერიკის საელჩოს დისკრედიტაცია მოეხდინა. ეს მარტივად გადასამოწმებელი ინფორმაციაა წესი და საჯაროთაც იძებნება, რა კავშირი არსებობს ამერიკის მთავრობასა და ტაილანდს შორის. საქმე ეხება ძირითადად ფინანსურ ცენტრებს, რომელიც ეგრეთ წოდებულ ბექ-ოფისებად არის გამოყენებული ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ იმისთვის, რომ შემდეგ თანხები გადარიცხონ საზღვარგარეთ მცხოვრები საკუთარი თანამშრომლებისთვის, ასევე პენსიონერების ანაზღაურება დაარიგონ, ასევე ის გრანტები, რომლებიც როგორც წესი ამერიკის მთავრობის მიერ მიემართება ამა თუ იმ ქვეყანაში, სწორედ ასეთი ფინანსური ცენტრების მეშვეობით ირიცხება. მათ შორის საქართველოშიც, როგორც ვიცით, წლების განმავლობაში შემოდიოდა ამერიკული გრანტები. ამიტომ ახლა ჩნდება კითხვა, მამუკა მდინარაძემ იჩქარა თუ არა, როდესაც ერთ-ერთი პროპაგანდისტული მედია საშუალების არხში გააკეთა შემდეგი განცხადება, რომ თითქოს ტაილანდიდან რევოლუციური პროცესი ფინანსდებოდა საქართველოში შემოტანილი ფულით. ჩვენი რესპონდენტები აცხადებენ, რომ ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გამოავლინა ქართული ოცნების პოლიტიკური ნება, რომ ისინი ყველა საშუალებას იყენებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მოახდინონ სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაცია. ჩვენ ერთი მხრივ ყავს ამერიკის საელჩო, საიდანაც გვეუბნებიან, რომ ელჩი იქნა დაბარებული და მეორე მხრივ ყავს კობახიძე, რომელიც ამბობს, რომ არ იყო დაბარებული. ახლა ამ ორ შორის სანდოობა ნებისმიერი ნეიტრალური მათ შორის ადამიანისთვის ამერიკის საელჩოს მიერ გაკეთებულ განცხადებას უფრო აქვს სამწუხაროდ, ვიდრე არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელს. ეს არის ჩვეულებრივი პასუხი, რეაგირება ნებისმიერი სახელმწიფოსგან დიპლომატიური გზით, როცა ესე ყოვლად ასე ვთქვათ, სრულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ხდება მისი და მისი ინტერესების წინააღმდეგ თავდასხმა. ამიტომ ეს უნდა ჩავთვალოთ უბრალოდ ჩვეულებრივ დიპლომატიურ პასუხად, რომელიც კიდევ ერთხელ გვაჩვენებს რა ურთიერთობაში, უпростоრად რა ვითარებაში იმყოფება რეჟიმი დასავლეთთან. ქართული ოცნების პროპაგანდა ბოლო პერიოდში გამოირჩევა ანტიდასავლური და ანტიამერიკული განცხადებებით. თუმცა ბანგკოკის საელჩოს შემთხვევაში ეს განცხადება ანტიამერიკულთან ერთად იყო ასევე არაკომპეტენტური, რადგანაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს უამრავი საელჩო მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და ამავდროულად ყავთ რამდენიმე ფინანსური ცენტრი, ერთგვარი ყულაბა, საიდანაც ხდება ფინანსური ნაკადების მართვა. არანაირი საქმე ბანგკოკში საელჩოს საქართველოსთან რა თქმა უნდა არ ქონია, იმიტომ რომ ბანგკოკში არის უბრალოდ ერთ-ერთი შეერთებული შტატების მსხვილი ფინანსური ცენტრი. ახლა რაც შეეხება უშუალოდ თამარ ტალიაშვილის დაბარებას სახელმწიფო დეპარტამენტში. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა რადიო თავისუფლებამ ამერიკის საელჩოს წარმომადგენელზე დაყრდნობით. სწორედ ეს წარმომადგენელი ეუბნება მედია გამოცემას, რომ ამერიკაში სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული შეშფოთება გამოითქვა იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ მათი მისამართი დეზინფორმაციული შინაარსის ინფორმაცია გაავრცელა და ეს დეზინფორმაცია სწორედ მამუკა მდინარაძის უკანასკნელ განცხადებებს ეხება ტაილანდიდან რევოლუციური პროცესების დაფინანსების შესახებ. თამარ ტალიაშვილის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარებას და მისთვის აყვედურის გამოცხადებას ქართულ ოცნებაში ბოლო რამდენიმე დღეა უწოდებენ სიცრუეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ასე დაბარებას საერთოდ ადგილი არ ქონია. ფაქტი არის, რომ ქართულ ოცნებას არ სურს ასეთი სკანდალის შესახებ ღიად საუბარი. ერთი საკითხია, რამდენად დაიბარეს ან არ დაიბარეს თამარ ტალიაშვილი ამერიკის საელჩოში, თუმცა უფრო სარწმუნო ალბათ არის ამერიკის საელჩოს განცხადებები, თუმცა მეორე არის ისევ ქართული ოცნების პოლიტიკა და მათი გამუდმებული თავდასხმების სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ. ამიტომაც არის, რომ ოპოზიციაში საუბრობენ, რომ ქართულ ოცნებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ რაიმე მხრივ ურთიერთობების გადატვირთვის ნაცვლად შეწყვიტონ მაინც მინიმუმ ის თავდასხმები, რომელიც ბოლო პერიოდში გამუდმებით გვესმის. ფაქტიურად ახლა დანიშნული ელჩის პირველი შეხვედრა ეს იყო დიპლომატიური დემარშით, მისი დაბარება, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი არალეგიტიმური ხელისუფლება აგრძელებს ანტიამერიკულ არამხოლოდ რიტორიკას, არამედ პოლიტიკას. ვფიქრობ, რომ რეალურად ივანიშვილის ამოცანა არის, რომ კიდევ უფრო დიდ შიხში შეიყვანოს ჩვენი ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სწორედ ამიტომ არც ერთ შანსს არ უშვებს ეს რეჟიმი ხელიდან. ქართული ოცნების პირობებში ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების იქნება კიდევ უფრო მკაცრი იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძალიან კარგად ეცმით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს და ამერიკელებს, რომ საქართველოში დამყარებული არის დიქტატურა, რომელიც კლავს განსხვავებულობას, რომელიც კლავს დემოკრატიას.
სხვათა შორის მას შემდეგ, რაც უფრო მეტი დეტალი გახდა ცნობილი მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებული განცხადებების და ასევე კავშირს შორის, ამერიკის მთავრობასა და ტაილანდს შორის, ამ უკანასკნელს გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილიც. ის მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ნებისმიერ მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორების წინააღმდეგ იერიში მიიტანონ და ხშირად შესაძლოა ამ პროცესში უშვებდნენ მიზანმიმართულ ან შემთხვევით შეცდომებსაც, რომელიც გამოიხატა მათ შორის მამუკა მდინარაძის განცხადებებშიც. ის ფიქრობს, რომ ამ ფაქტებმა ყველაზე კარგად გამოავლინა, რომ ქართული ოცნება არის შესუსტებული ძალა.